Kalbatonebo და ბატონებო, მოგესალმებით ყველას. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები მინისტრებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. ყველას ძალიან დიდი მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის და ამ გზის გახსნაში მონაწილეობისთვის. ეხლა მინდა ბატონ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავცე სიტყვა. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ რევაზ სოხაძეს, მივესალმები მთავრობის წევრებს, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მივესალმები სახელმწიფო რწმუნებელს გურიის ხარისში, მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოგესალმები ძვირფას სტუმრებს, დღეს გვესწრებიან ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და მათ მინდა განსაკუთრებულად მივესალმო. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს ხსნით ჩვენ სამტრედია გრიგოლეთის ჩქარასტული ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთს ჩვენ ცოტა ხნის წინ გავხსენით ამ მაგისტრალის მეორე მონაკვეთი ეს დღე არის იმის კიდევ ერთი დასტური რომ საქართველოში ჩქარასტული ავტომაგისტრალების სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი გეგმის სამეგრელოული განხორციელების შედეგად დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაში არის მიღებული 399 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე ასევე სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ეს იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. თქვენ ხედავთ, რამდენად დაჩქარებულია საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების შენებლობის ტემპები. ეს დღე არის მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე. ჩვენ დღეს ხსნით კიდევ ერთხელ ვიტყვი 6 კილომეტრიან მონაკვეთს. სამტრედია გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს მთლიანად დასრულდება და მთლიანად იქნება აშენებული 52 კილომეტრი სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. მომავალ წელს იგეგმება უკვე მისი გახსნა, ახალი გზით ჩვენ გვერდსუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას, შედეგად მგზავრობის დრო თითქმის მესამედით იზრდება უსაფრთხოება და იზრდება რა თქმა უნდა გადაზიდვის ეფექტიანობა. აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთ-ქობულეთის ავტომაგისტრალის დარჩენილი ნაწილი, ქვეშეთიკობის ისტორიული პროექტის ფარგლებში გუდაურამდე მისასვლელი გზა. უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი თბილისის 59 კილომეტრიან შემოვლით გზაზე და ბათუმის არფის მაგისტრალზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც რა თქმა უნდა ქვეყანაში გამტარუნარიანობას ზოგადად მნიშვნელოვნად გასძის. ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება კახეთის მიმართულების დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, ჩრდილოეთ სამხრეთის და ერეფნის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა და ანაკლის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა. მთლიანობაში ჩვენი გეგმა არის ძალიან ამბიციური, სამთავრობო ანგარიშის წარდგენის დროს ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 2031 წლისთვის გვინდა თითქმის ყველა მონაკვეთის მთლიანად დასრულება დარჩენილი იქნება ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მონაკვეთი, რომელსაც იქიდან ერთ წელიწადში ასევე მივიყვანთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და რა თქმა უნდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით ასრულებს განსაკუთრებულ როლს. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე გვაქვს გეგმაში საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება და რამდენიმე წელიწადში 2031 წლისთვის ჩვენ გვექნება სრულიად ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მანამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და მისი მგზავრთა გამტარუნარიანობა და ასევე იგივე ეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს. ასევე აქტიურად მუშაობთ რკინიგზის განვითარების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა რკინიგზაში გასული 1 წლის განმავლობაში. დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, ასევე გავხსენით ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა და ბევრი მიმართულებით ხორციელდება ახალი ცვლილებები, რაც ასევე საქართველოს რკინიგზის რესურსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე აქტიურად წარიმართება ანაკლის პორტის მშენებლობა, ზოგადად პორტების განვითარების პროცესი. ყველა მიმართულებით კეთდება ძალიან ბევრი რამ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს სულ რაღაც რამდენიმე
წელიწადში. და გარდა ეკონომიკური დატვირთვისა, რა თქმა უნდა, ჩქარასტულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც, ბუნებრივია გზები, უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეკონომიკურთან ერთად ამ პროექტებს აქვს განსაკუთრებული სოციალური დატვირთვაც. მე მინდა მადლობა გადავხადო ყველას, ვინც მუშაობდა ამ პროექტზე, მადლობა მშენებლებს, ინჟინერებს, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით ევროპის საინვესტიციო ბანკს მინდა მადლობა გადავხადო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს სტუმრებს და ასევე მადლობა მინდა გადავხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირადად მინისტრ ბატონ რევაზ სოხაძეს, არა მხოლოდ იმისათვის, რომ წარმატებით მიიყვანა ეს პროექტი ბოლომდე, არამედ პირველ რიგში იმისათვის, რომ გასწორდა ამ 1 წლის განმავლობაში ყველა ხარვესი, რაც სამინისტროს მენეჯმენტში იყო დაფიქსირებული და ეს ცვლილებები, ეს რეფორმები, რაც განხორციელდა სამინისტროში, რა თქმა უნდა, მომავალში უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიანობის თვალსაზრისით მთლიან სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს ზოგადად პროექტების სწრაფ ტემპში და ხარისხიანად შესრულებას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინისტრს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავხადო ამ ყველაფრისთვის. პილოტსავთ დღევანდელ დღეს ამ ჩქაროსნული გზის გახსნას და მინდა წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო. მეც უერთდები პრემიერის სიტყვებს და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის სტუდენტებს, რექტორს იმისთვის, რომ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ და ზოგადად ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდებთან ესეთი თანამშრომლობა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ წუთებში ხსნით მორიგ 6 კილომეტრიან მონაკვეთს იმ მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა უკეთესი ცხოვრების, რეგიონებში ახალი სიცოცხლის გაჩენის, ბიზნესის უკეთესი პირობებში კეთების შესაძლებლობად იქცა. სწორედ ამიტომ სრულიად გასაგებია ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი მოლოდინი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ქვეყნის მთავარი მაგისტრალური გზის მშენებლობა. ბოლო წლებში ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და გამოსილებამ გვასწავლა, რომ ინფრასტრუქტურაში ყველაზე ძვირი შეცდომა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოა. ამ გზის გახსნა 3 თვის წინათ შეიძლებოდა, ეს იყო ჩვენი გეგმაც და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებაც, მაგრამ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებდა იმ ხარისხს, რომელიც უნდა ჩააბაროს სახელმწიფო მოსახლეობას. შესაბამისად, ეს ხარვეზები არ იყო თვალშისაცემი, თუმცა ჩვენ სამინისტროში შევქმნით უკვე ისეთი მექანიზმები და სტრუქტურები, რომელიც მაქსიმალურად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ჩავიბაროთ და ჩვენი მიდგომა ყოველთვის იქნება ანალოგიური, რომ სანამ სამუშაო არ შესრულდება უმაღლესი ხარისხით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სკოლა, ბაღი თუ ავტომაგისტრალი, ჩვენ უბრალოდ სამუშაოებს არ ჩავიბარებთ და ყველას სოფლიოს ყველა ქვეყნიდან კომპანიას, ქართულ კომპანიებს მივაჩვევთ იმას, რომ ჩვენი ხალხი იმსახურებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. ცხადია, რომ დაგვიანება უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ჩვენი არჩევანი მარტივია. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად. ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ სწორ გზას. რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ გზაზე მუდმივად მოძრაობს და პასუხისმგებლობა იმ მომავალი თაობების წინაშე, რომლებმაც ამ მაგისტრალით მრავალი წელი უნდა ისარგებლონ. დღეს საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელზეც მხოლოდ სატრანზიტო გზა გადის. დღეს საქართველო არის მარშრუტი, რომელმაც ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში დაამტკიცა თავისი სანდოობა, სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობა. ამ შედეგის უკან ათასობით ადამიანის შრომა დგას, ინჟინრების, მშენებლების, პროექტანტების, ტექნიკოსების. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადაუხადო იმ საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აწარმოებენ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან და რომლებიც აქ დღეს არ არიან, იმისთვის, რომ 24 საათიან რეჟიმში ჩვენ ერთად მუშაობთ, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად ავაშენოთ გზები და მოვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკვე სხვა ეტაპზე გადავდივართ. თუ ბოლო წლების მთავარი ამოცანა მეტი ინფრასტრუქტურის აშენება იყო, ახლა ჩვენი მიზანის თამასის აწევა და უკეთესი ინფრასტრუქტურის შენება. ამიტომ დავიწყეთ რეფორმები.
ამიტომ შევცვალეთ მიდგომები, ამიტომ საუბრობთ ღიად პრობლემებზე, ამიტომ ვამკაცრებთ მოთხოვნებს ხარისხთან დაკავშირებით, ვაუმჯობესებთ რეგულაციებს და რაც ყველაზე მთავარია, მუდმივად ვცდილობთ ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ ჩართვას ინფრასტრუქტურულ პროცესებში. ვინაიდან მცოდნე და მიზანდასახული ახალგაზრდა ადამიანები გვჭირდება დღეს სამშენებლო სექტორში, გვჭირდება ახალი თაობის ინჟინრები, არქიტექტორები, მშენებლები, ტექნიკოსები, პროფესიონალები, რომლებიც იზრუნებენ ქვეყნის მომავალს. საქართველოს აღარ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც მხოლოდ სხვის გამოცდილებას იყენებს. დროა ცოდნა და ადამიანური რესურსი და საკუთარი წარმატების მაგალითები სხვებსაც გაუზიაროთ. მინდა რომ რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოზე თქვან არა მხოლოდ ის, რომ კარგი გზები და განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს, არამედ ისიც, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცოდნა, ხარისხი და პროფესიონალიზმი გახდა წინსვლის მთავარი საფუძველი. ყველა გზა საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება, განვითარებას და უკეთესი მომავლის შექმნას. ეს არის ყველაზე დიდი მიზანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მშვიდობიან გზავრობას გისურვებთ ამ მაგისტრალზე და მინდა რომ როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწიოს უახლოეს წლებში ბევრი ესეთი მონაკვეთის, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მონაკვეთების გახსნა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად ესე იქნება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. ეხლა მინდა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მხოლოდ ასე ვთქვათ ჩვენ საქმიანობაში ობიექტების დათვალიერებით არ იყოს და მათ გახსნაშიც მივაღებინოთ მონაწილეობა და მე მინდა საბას ვანიძეს ვთხოვო სიტყვით გამოსვლა. მისთვის ეს პირველი ესეთი საჯარო გამოსვლაა და იმედი მაქვს, რომ ყველანი მხარს დაუჭერთ მას. მოგესალმებით. დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც. ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაში. ყველაფერი გასულ წელს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით გადავწყვიტე მეცა და ბეთი. სტაჟირება ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე და სტაჟირების დასრულების შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი. დღეს იმ ადამიანებთან ერთად მუშაობ, ვისგანაც პირველი პროფესიული გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ დღეს უკვე რეალური პროექტების განხორციელებაში მონაწილეობ. გზებს, ხიდებსა და გვირაბებს პირველ რიგში ადამიანების შრომა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი აშენებს. ამიტომაც, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნებოდა ჩემი ცხოვრების მანძილზე. მე მინდა წარმატება უსურვო ყველა აბიტურიენტს და ვუთხრა, რომ თუ ტექნიკური საგნები გაინტერესებთ და გამოწვევები არ გაშინებთ, აუცილებლად დაფიქრდით საინჟინრო პროფესიის არჩევაზე. საბოლოოდ კი მადლობა მინდა მოუხადო ყველას ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა. მინდა მადლობა გადაუხადო საბას და მნიშვნელოვანი არის ჩვენთვისაც, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მართლაც დაინტერესდება ამ ძალიან დეფიციტური და მნიშვნელოვანი პროფესიებით, ჯერ ეს ერთი დაინტერესდეს და ჩვენი კარი, სამინისტროს კარი ამ მიმართულებით ყოველთვის ღია იქნება ყველა მოწადინებული, მიზანდასახული და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდისთვის. ეხლა ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო რგოლი ჩვენ ახალგაზრდებთან დაკავშირებით. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. სასწავლო დავიწყე პირველ კურსზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მოვხდებოდი. სტაჟირების პროგრამა საშუალება მომცა, რომ სტაჟიორი ყოფილიყავი და შემდგომ უკვე გამხდარიყავი თანამშრომელი და აქტიურად ვიღებ მონაწილეობას ამ პროექტების განხორციელებაში. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩემს ხალხს შეექმნა უკეთესი პირობები და უკეთესი ინფრასტრუქტურა. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ შენდებოდა გვირაბები, შენობები, ხიდები, გზები. ჩემი ბებო და ბაბო ორივე ინჟინრები იყვნენ. ბებია დღემდე მეხმარება ხოლმე ნახაზებისა თუ სხვა რაღაცების გაკეთებაში. ადრე ვაკვირდებოდი ხიდებს, გვირაბებს და ის მხოლოდ გვირაბი იყო ან ხიდი იყო, მაგრამ დღეს რომ ვუყურებ, იქ ხედავ გრადუსებს, ნახაზებს.
ჩემს თავს 10 წლის შემდეგ ვხედავ წარმატებულ ინჟინერად და იმედია წარმატებული ინჟინერი ვიქნები. პირველ კურსზე ვიყავი მხოლოდ ერთი გოგო. ეხლა მესამე კურსზე ვარ, მაგრამ დღეს უკვე 4 გოგო სწავლობს ჩვენს კურსზე, რაც ძალიან მახარებს და ისინი აქ არიან. სულ მინდოდა ყოფილიყავი არქიტექტორი, მშენებელი ინჟინერი, ჩავაბარეთ მშენებლობის ფაკულტეტზე. ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით, ჯერჯერობით ძალიან მომწონს. ჩემი ოცნება იყო, რომ რაღაცა ისეთი შემექმნა, რაც ყოველთვის იარსებებდა და ასევე ჩემს სახელს დაამახსოვრებდა ხალხს. ზოგადად ძალიან მომწონს სირთულეები და ბავშვობაში სულ მეგონა რომ ეს არქიტექტორი ქალები რომ გამოდიოდნენ და რაღაცა სასწაული იყო და რატომაც არა მიცმიდა რომ გავიზიარო ეს პოზიცია. ჩემი აზრით სამაყო არის ის, რომ ამდენ ბიჭში ჩვენ 4 გოგო ვარ და თანაც მშენებლობას რომ ვამბობთ, ძალიან დიდ ემოციას იწვევს. იმედი გვაქვს, რომ როგორც ჩვენს კურსზე მრავლად ვართ გოგოები, ისე იქნება მივიდიან მომავალშიც და კიდევ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი გოგონა დაინტერესდება მშენებლობის ფაკულტეტზე. გასულ წელს პრემიერის განკარგულებით გამოცხადდა სტაჟირების პროგრამა. არც დავფიქრებულა პირველ რიგში გამოწვევად და დიდ შესაძლებლობად და შანსად აღვიქვი. პროგრამის გავლის შემდეგ მუშაობა დავიწყე საავტომობილო გზების დეპარტამენტში. დღეს რეალურ პროექტებთან მაქვს ეხება. ასფალტი ჩემთვის არ არის მხოლოდ გზა და რაიმე საინჟინრო ნაგებობა. ასფალტი არის გზა, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან და ქვეყნის ეკონომიკას და მომავალს აშენებს. ამ ქვეყნის აღმშენებლობაში ჩვენი თითოეული მინიმალური წვლილი მაინც უნდა შევიტანოთ ყოველდღე.